გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ვისაუბრებ სულ სხვა თემაზე და არა ქსოვაზე. ცოტა უჩვეულოა ეს ვიდეო, მაგრამ აინტერესებთ და გამიხარდა ძალიან, რომ ბევრს აინტერესებს. ეს არის როგორ კეთდება, ასე ვთქვათ, ხევსურული ქუდები, ხევსურული ჟილეტები და საერთოდ ხევსურული ტალავარი როგორ მზადდებოდა. ძალიან კარგ ადამიანს და ძვირფას ქალბატონს უნდა რომ დაამზადოს ხევსურული ქუდის აჩუქრად და ჟილეტი და ბევრი ვართ რომ არ ვიცით ხო საერთოდ საიდან და როგორ მზადდება ეს იქსოვება, იკერება, როგორ ხდება, რა ხდება, არაფერი არ ვიცით. ახლა არ ვიცი რას მოიტანს შემდეგ წინ რას გავაკეთებთ, ვერ გეტყვით რომ მე ამას აქ შეიძლება ასე ვიდეოებით კერვა გასწავლოთ ხევსურული, არ ვიცი, შეიძლება ესაც გავაკეთოთ. არც ის ვიცოდი რომ როდისმე ჩავწერდი მე ვიდეოებს, რაც ჩავწერე, თუნდაც ხევსურული ქსოვის თემაზე, ფშაური ქსოვის თემაზე და საერთოდ ამ რასაც წერთ. ამიტომ რა იქნება შემდეგ არ ვიცი, მაგრამ დღეს აგიხსნით როგორ მზადდება. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არ იქსოვება. ხევსურული ტანსაცმელი შეკერილი, თუნდაც კონკრეტულად ქუდი არ იქსოვება. იკერება ნემსით. ახლა იყიდება მაღაზიაში ჩვეულებრივად აი ეს ნაჭერი, რა ფერის ნაჭერსაც გინდა იყიდი და აიღებ ზომებს, რა ზომის ქუდი გინდა, თუ ჟილეტი გინდა, თუ რაც გინდა, რა ვიცი, რასაც კერავ. ახლა ადრე პერანგი ერქვა მამაკაცის მთლიან ჩასაცმელს, რაც იყო ეს ხევსურულად შეკერილი. აიღებ ნაჭერს და აიღებ ზომებს, იყიდი ნაჭერს უბრალოდ აიღებ ზომებს და შეკერავ. ახლა ეს ადრე არ იყიდებოდა, თუ არ ვიცი, ახლა ალბათ ადრეც შეიძლება იყიდებოდა, არ ვიცი, მაგრამ უფრო ჯვალოს ნაჭერი ერქვა, მატერია, ნაჭერი კი არა კაცო. ჯვალოს მატერია ერქვა, აი ასეთს, აი ოღონდ უფრო სქელი იყო ის. აი ასეთი იყო, ოღონდ უფრო სქელი. ახლა ხევსურული ნაჭრელა და ხევსურული ორნამენტი ყველა ტილოზე და ყველა მატერიაზე ვერ შეკერავ. უნდა იყოს სპეციალური, აუცილებლად აი ასეთი ნაჭერი და ადრე ეს იყო ჯვალო ერქვა. ახლა რა ვიცი რა არის, არ ვიცი რა ქვია, მაგრამ იგივეა, ოღონდ უფრო ცოტა ფერებშიც იშოვება, იყიდება, ადრე უფრო შავი უნდა თუ არა და შევღებავდით, იყო უფრო ყავისფერი რაც იშოვებოდა და მერე შავად ვღებავდით, იმიტომ რომ შავზე იკერება მთლიანად და მერე შავზე არა აუცილებელი რომ მთლიანად დაფარო ერთი სიტყვით და აუცილებლად შავზე უნდა შეკერო. ახლა ეს მე არ ვკერავ ახლა ამჟამად, ეს არ არის ჩემი შეკერილი, ეს არის ჩემი შვილის შეკერილი თავისი ბავშვისთვის. ჩემ გოგოს აქვს ეს შეკერილი თავისი ბავშვისთვის და მე ალბათ 15 წელია, ალბათ აი ეს არ შემიკერია, არა მომიყვანია ნემსი, აი ასე რომ ვთქვათ რა საერთოდ. კი, ბავშვობაში და ჩემი შვილის ტოლი რო ვიყავი, ძალიან ბევრს ვკერავდი ჩანთებით მაგ შეკერილი ჩემთვისაც, ჩემი შვილისთვისაც და ბევრი რაღაც. დიდი ხალი ჩასავით მთლიანად ხელით ნემსით მაქვს შეკერილი და ახლა ერთი 15 წელი ეს ნამდვილად არ ამიღია ნემსი, არ შემიკერია და ახლა მით უმეტეს საერთოდ ახლა. და ჩემი შვილი კერავს აი ამას, რასაც აკეთებს, ოღონდ კერავს სახლში თავისი ბავშვისთვის, შვილებისთვის, ასე ვთქვათ. იკერება უმეტესად, ახლა ეს წითელია, პატარა
2-3 წლის გოგოსთვის შეკერა და წითელზე ძალიან ლამაზი გამოვიდა, ნუ ბავშვისთვისა და ფერადშია. იკერება აი ასე. შეხედეთ, აი ასე. აიღებ ზომას. ახლა ეს ნაჭერი ყველა ძაფების მაღაზიაში იქნება ჩემი აზრით. აქ ასე იყიდება, ძაფების მაღაზიაში იყიდება. ეს ნაჭერი რა ფერიც გინდა. არის თეთრიც, არის იმ ფერიც, წითელიც, ამ ფერიც, ყველანაირი ფერი ერთი სიტყვით. აი ეს ახლა ჩემი შვილი კერავს ამას, ჯერ დამთავრებული არ არის. აიღებ შავ ნაჭერს, ეს იმიტომ რომ ძირითადად იკერება შავ ნაჭერზე. აიღებ ზომას, ეს არის ქუდი ახლა. და ეს არის წინა მხარე, აი ეს. აი ეს არის მეგობრებო, შეხედეთ. ეს ცოტა დიდი ზომა, ეხლა არ ვიცი ამას ვისთვის კერავს, მგონი მეორე ბავშვისთვის კერავს, არ ვიცი. და აი ასე ზომა არის ეს, რომ ეს ჯერ აი ეს არის, ეს. მერე აი ეს უნდა მოაკერო. ჯერ უნდა შეკერო, ზომა აიღო, გამოჭრა ეს. რა თქმა უნდა, შესაკერი ზომაც თავისთავად ეს უკვე მკერავის არის საქმე, ხო? იმისი ზომა, ამისი ზომა, ერთი სიტყვით. აქაც შეკერავ ცალკე და ამას მოაკერებ და ამის შემდეგ, როცა ამას შეკერავ მთლიანად, ამასაც ჩაკერავ, მერე უნდა მოაკერო სარჩული. აუცილებლად ჭირდება სარჩული. რადგან ეს აქ რო იკერება, შიგიდან ხორჩება ძაფები ასე თუ ისე, ხო? როგორც გინდა ლამაზად შეკერო, ახლა ასე ვერ დატოვებ ამას, ხო? ეს უნდა აუცილებლად სარჩული გაუკეთო და ვერც ამ ცოტა უხეში ახლა ასეც ვერც დაიხურა, ვერც ჩაიცვამ, ასე ვთქვათ. აი უკვე სარჩული აქვს მოკერებული ამას, აი შეხედეთ. ამზადებს უკვე, აი მთლიანად არის შეკერილი. ალბათ იქნება, არ ვიცი, ახლა ვერ გეტყვით ეს რას კერავს, რა არის, არ ვიცი. ფიქრობ, რომ ქუდია რა, ახლა როგორც ვხედავ, მგონია, რომ ქუდია. აი ეს, მერე აქ ასე მოაკერებს აუცილებლად, თავზეც ასე და მოკარგულს, ჯერ მოკარგავს და შემდეგ მოაკერებს ამას. იმასაც სარჩულს გაუკეთებს და იმის შემდეგ. ასე. აი კიდე უფრო შორს ვართ ჯერ კიდე დამთავრებისგან, აი მობლანდულია, ასე ვთქვათ, ეს სულ დაბლანდულები აგე, ასე დატოვებული. და იწყებს აი ეს აქ რაღაცა უკვე სქემა გაკეთებული, აწყობილი, აი ეს მერე ამეებში ჩაკარგავს, აი ასე, შეხედეთ. აი ასე კეთდება ეს ქუდი, აი კონკრეტულად ქუდზე ვსაუბრობთ. აი ეს როგორც აქ შეკერილი, აქაც უნდა აგე ძაფი აქვს გავლებული და დატოვებული, აქაც ასე უნდა შეიკეროს, ესაც. აუცილებლად როცა ხევსურული ქუდი იკერება, აუცილებლად წინდაზეც გქონდა ჩვენ საუბარი თუ იქ მომისმინეთ ვინმე ვიდეოში, აუცილებლად თავის ჩარჩოში ჯდება ეს ყველაფერი, რომ ლამაზი გამოვიდეს და თავისი სახე მიიღოს ყველაფერი. აი ეს ახლა აგე მიყვება, აი მონაცვლეობით აგე კერავს ამებსაც, შეავსებს ამათ, მერე აქაც შეკერავს ამას რაც არის, ამას ალბათ გადაკეცავს თუ უკვე რა აქვს, არ ვიცი, ახლა ვერ გეტყვით. ერთი სიტყვით დაამუშავებს, ზემოდან მოაკერებს, რაც იქნება. დღეს უკვე, ასე რომ ვთქვათ, ადრე უფრო სპეციალურად იკერებოდა ეს ტანსაცმელი ამისთვის და იმისთვის და კონკრეტულად, იმიტომ რომ ადრე დროც არ იყო, რა თქმა უნდა, ამისი და ფიქრობ, რომ მატერია და ძაფი და ეს ყველაფერი ალბათ ხო უნდა იშოვებოდეს, ხო, ეხლა არ ვიცი, თვითონ ღებავდა, ქსოვდა, ხალხი თვითონ ართავდა, ღებავდა, ამზადებს და მერე კერავდა, ხო, დღეს გამზადებული იყიდება ყველაფერი, რაც გინდა და რასაც გინდა შეკერავ, ახლა კამარიც მინახია, შემიკერია მეც კამარი აი ასეთი და ჩანთები და ნუ რა ვიცი ახლა სურვილზე. ერთი სიტყვით, აი ასეთი და მერე ამას დაასარჩულებ, იმასაც, რასაც შეკერავ, ამასაც, იმასაც, აი სარჩულისთვის კიდე აი ასეთი აუცილებლად ვიცით, ხო, სპეციალურად არსებობს მატერია, სასარჩულე, აუცილებლად ესაც ჭირდება, რა ფერისაც კერავ ქუდს, ეს თუ მაგალითად წითელი აგე, წითელი სარჩული აქვს შიგნით, რომ რაღაცა აჭრელებული და ცუდი უშნო არ გამოვიდეს, ასე ვთქვათ. ახლა ამ შავი სარჩულით
შეკერავ და აი ასე დაამზადებ ხევსურულს, რასაც აკეთებ. ეხლა ეს აი არის კიდევ ერთი, აი გაჩვენებთ, ეხლა ეს ნამდვილად არ არის ქუდი, არ ვიცი რა არის. ნამდვილად არ ვიცი, დიდია ცოტა ზომით ან ჩანთა ან არ ვიცი რა არის. ერთი სიტყვით რას კერავს, ეს ჩემი შვილის ნამუშევრებია და არც არის სახში რომ ვკითხო ახლა ამ წუთში რომ გითხრათ სიმართლე. უბრალოდ გადმოვშალე რაღაცები და ესენი აღმოჩნდა, ვნახე. აი რაღაცა უფრო დიდი ის იკერება ეხლა აქ. პირველად შეადგენთ ახლა გეგმას, რას კერავთ, სად კერავთ, რა უნდა გააკეთოთ და იმის მიხედვით აუცილებლად გექნებათ სასარჩულე ნაჭერი, მატერია, ნაყიდი, გექნებათ ეს ძაფების მაღაზიაში იყიდება აქ და ალბათ საქართველოშიც ასე იქნება ვფიქრობ. აი ასე მზადდება ჩემო კარგებო ხევსურული ქუდები, თუნდ ჟილეტი, თუნდ კაბა, თუნდ რაც გინდა, რასაც გინდა. აი ასეთი მატერიები იყიდება. აი თუნდაც ალბათ ახლაც ასე ამბობენ, არ ვიცი, ჯვალო, ასე ვიცი, რომ ასე ერქვა ამ ნაჭერს და ახლა არ ვიცი, თუ სხვა რამეს უძახიან, ყველაფერი იცვლება, რა ვიცი, ვერ გეტყვით. ერთი სიტყვით საქარგავ ნაჭერს იკითხავთ, ან ხევსურული ორნამენტები რო შევკერო, ჯვარედინი ნად მოვქარგო, ასეთი რაღაცა, რა ვიცი, ერთი სიტყვით, აი ასეთ დიდ მატერიებს იყიდით, გააჩნია რამდენი მეტრა გჭირდებათ, რისთვის გჭირდებათ, იმის მიხედვით. ახლა ჟილეტი. ჟილეტი რომ მოქარგო. უნდა მოქარგო, ხო, რაღაცა ასეთი რაღაცებით, უბრალოდ ჯერ აუცილებლად უნდა მოიძიო, ნახო, რა შეიძლება ახლა ჟილეტს აქვს წინა მხარე, ასე უნდა ჩამოყვე, ხო, აქვს კალთები, სად რომელი ორნამენტი დააყენო, სად რა უნდა ჩაქარგო. ეხლა ესენი არის ხევსურული ორნამენტები თვითონ აღებული ისევ ხევსურული ნამუშევრებიდან, თუ როგორ თქვა, რაც არის ნამდვილად ხევსურული. აი მაგალითად გაჩვენებთ ახლა მე თქვენ რა არის. არის ასეთი წიგნი ნატო დავითაშვილის მიერ გამოცემული წლების წინ როდესღაც, მაგრამ აი არის. ამას ქვია ბებოს კივრი, ქართული ორნამენტი ქსოვაში, კერვაში და რა ვიცი ყველაფერში გამოგადგებათ. აქ არის ხევსურული, აქ არის თუშური, აქ არის რა ვიცი კიდე ფარდაგების და რაღაცები და აი აქედან არის ამოღებული აი ეს რასაც კერავს. ეს ჯვრებიც, აი ეს ფორმებიც და ეს ყველაფერი. აი აქედან გადააქვს სუფთა ნამდვილი ხევსურული ორნამენტები, როცა გინდათ ეხლა ასეთ შეკერილს კი არა და მოქსოვილსაც, აი ჩვენ რო ხევსურულ წინდებს გვსოვთ, ხო? თუნდაც თუშურს. ამას მსგავს ოღონდ სხვა ორნამენტით კერავს და ქსოვს მთელი მსოფლიო. მაგრამ ახლა რო შეხედავ ამ ორნამენტს, ხო? ეს ნამდვილად რო შევხედო ახლა ამას, მე ვიცი რომ ეს ხევსურულია. აი შემხვდა სადღაც პოსტი ინტერნეტში ვამბობ და დევს მოქარგული ან მოქსოვილი, ხო, რო შევხედავ იმას, ვიცი მე რომ ის ხევსურულია თუ პოლონურია, უფრო ძირითადად აი პოლონური არის და კიდევ რომელიღაცა ქვეყანა ოჯახური ბიზნესები აქვთ ამისი, რომ აი ამას კერავენ, ქსოვენ და თვითონ ფუთავენ, აქვთ თავიანთი მარკა და ასე ყიდიან, მაგრამ მსგავსი ნაკსოვებია, როგორც თუშური წინდების და ხევსურული წინდების. ამისი თქმა მინდა, რომ შედარება რა. მაგრამ მე რო შევხედავ იმ ორნამენტს, მე ვიცი, რომ ის ქართული არ არის. ძალიან ლამაზია, იგივენაირად ორი ძაფით ქსოვენ, იგივენაირად რაღაცას აკეთებენ, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ქართული არ არის. ახლა ეს ვიცი, რომ ქართულია, ესაც ქართულია, ხო? აი ამიტომ, აი ეს არის ხელუხლებელი, გადმოტანილი ნატო დავითაშვილის მიერ შეკრებილი და შედგენილი ეს წიგნი და აქედან ვიღებთ აი სუფთა ხევსურულ ორნამენტებს, რო შემდეგ კერავს, თუ დაუშვათ ან ვქსოვ მეც და
თუ რამე მახსოვს ახლა დედაჩემისგანაც მახსოვს რაღაც ხევსურული ორნამენტები დაუშვათ იქიდანაც რაღაცას ვიხსენებ თუ არა აი აქედან ვიღებთ ძალიან კარგი ორნამენტები აქვს აქაც ეს უკვე ქსეროქსია წიგნი არ ვიცი მგონი არსებობს თუ აღარ არსებობს სადმე მაგრამ ორიგინალიდან იმ წიგნიდან არის გადმოტანილი და შეგიძლიათ ახლა დაუშვათ გინდა რომ შეკერო ხო აქ ახლა უსაშველო არაფერია თუ ნახე ნაკერი აქედან გადმოიტანეს სქემა ჩვენ ფშაური წინდების ქსოვისას და ხევსურული წინდების ქსოვისას ვისწავლეთ როგორ სქემა როგორ შევადგინოთ და თუნდაც აი აქ ახლა ხო აი ეს არის გეტყვით ახლა აი შეხედეთ თუნდაც ახლა ამას ავიღებ მე ყველაზე ადვილს და იოლს აი რომ მითხრათ რომ მინდა რომ აგიხსნათ აი ეს ორნამენტი ახლა შეიძლება კარგად არ ჩანს აი ცოტა მუქი ქსეროქსია აი ეს ორნამენტი ხო არის ხევსურული და ქვია დაკავკაული ახლა ამას მე ხო აქ რო ხედავ აი ასე ჩვენ ვიცით ეს სქემის გადმოტანა და წაკითხვა აგიხსენით მე თქვენ ხევსურული და ფშაური წინდების ქსოვის დროს თუ არ ვცდები მაშინ აი თითო თვალი ქსოვის დროს ხევსურულში და ფშაურში და საერთოდ როცა გადმოგაქ ორნამენტი აი ასეთი შეკერილია თუ დაშიბაულია თუ მოქსოვილია გადმოგაქვს აი ასეთი ჯვარედინი სახით უჯრაში თითო თვალს ნიშნავს ეს თითო ჯვარი აი ასე ხო შეხედეთ 1 2 3 ახლა აქედან ქვემოთ აი ასე ახლა უცბად აი ასე შევადგინე მე სქემა რომ დავინახე ხო და ამას ავიღებ ახლა მე და გინდა ხევსურულს შევკერავ აქ თუნდა ხო თუნდაც მოვქსოვ და თუნდაც დავაშიბავებ ამას აი ეს არის თითო უჯრაში ნიშნავს ეს თითო თვალს ეს ზემოთ წერად მიდის აი ასე დაუშვათ აი 1 2 3 და ასე მიყვება ხო აი ეს აჰა აი ასე კეთდება სქემა და ასე იკითხება რომ ეს არის ეს ფონი ხო გაქვს შავი ახლა შავ ფონზე ხო კერავ შენ ნემსით ხო თლიანად უნდა შეკერო შავ ფონზე ახლა ამას რო ნახავ ხო ეს აირჩიე შენ რა ფერი გინდა აქ ლურჯია თუ ცისფერი რაც ქვია ლურჯია აქ წითელია აქ აგურისფერია თეთრია რომელი ფერიც გინდა აირჩიე ეს უკვე ფერია იცი რომ ამითი უნდა შეკერო ეს და მოიყვან ამას ხო 1 2 3 აი ასე შეკერავ და დაყვები ამას გინდა მოქსო გინდა აშიბავ როგორ გააკეთო სქემა ახლა გადავედით სხვაკან სადღაც გადმოიტანთ იქიდან თუ აქედან და გააკეთებთ თუ გინდათ რომ იყოს ქართული აუცილებლად და ხევსურული და ტრადიციული ორნამენტი იმასაც მოიძიებთ იმასაც გადმოიტანთ არის ბევრი რამე არის ხელმისაწვდომი გინდ ინტერნეტით გინდ სამეგობროთი ისე თუ ასე ერთი სიტყვით ახლა რა მინდა კიდე გაჩვენოთ აი უბრალოდ განახებთ რას თქვი წეღანაც რომ აი ახლა აქ შეხედეთ საქართველოს დროშას კერავს და დამთავრებული არა ჯერ ეს ახლა ამას აქ განახებთ როგორ იკერება ეს ხევსურული ნაჭრელა და რაც არის როგორ კეთდება ეს აი მაგალითად თუნდაც ეს ხო ამას გავაკეთებთ წეღანაც თქვი რომ არ იქსოვება ხევსურული ქუდი და ხევსურული ტანსაცმელი და ჟილეტი და არაფერი იკერება ხო იყიდე ეს ნაჭერი ახლა აიღე ზომა რომ რაც გინდა სიმაღლე თუ სიგანე გადაკეცე გადმოკეცე ეს გაამზადე უკვე რომ აი ეს ასე უნდა აქ შეკერო ხო აი დაუშვათ ახლა ეს კერავს ამას აქ ხო უბრალოდ განახებ როგორ იკერება არ ვიცი ახლა რამდენად გამოჩნდება იმიტომ რომ აი უნდა აიღო აუცილებლად უნდა იყოს კვადრატი აი როგორც რვეულში უჯრიანი ხო ერთი უჯრა აუცილებლად აი ერთი უჯრა ახლა აქ ეს რაც არის შეკერილი აი ეს პატარა შეხედე ეს პატარა არის ერთი უჯრა აი ამას აქ რაც აქ შეკერილი აი ეს არის ერთი უჯრა აი ეს მონაკვეთი აი ეს არის ერთი უჯრა უნდა განსაზღვრო უჯრის კუთხეები
აი ეხლა მე ამოვიყვან ერთი აი ასე. აი ეს არის კუთხიდან კუთხემდე ერთი უჯრა. აი ასე. ახლა მე ვიწყებ კერვას. აი აუცილებლად არც დიდი იმაზე, არც პატარა, არც იქით, არც აქეთ. ნუ ეს ძაფი აქ არის, ამას არ ვხედავთ. ეს ჩვენი საქმე არ არის, ხო? არ გვჭირდება. აი გადმოიტანე ახლა, აი ერთი უჯრა ეს არის. აი წარმოიდგინეთ, მე ახლა 15 წელია ნემსი არ გამიყრია, არ შემიკერია არაფერი. სად მიმაბრუნეთ, აი რა არის. ცხოვრება რა იქნება ხვალ. აი, ისევ უკან უნდა დავაბრუნო, აუცილებლად ჯვარი უნდა დასვა, ჯვარედინად უნდა შეკერო. აქედან ცერად ქვემოთ ჩამოვიტანე უჯრის კუთხეში, აქ ამოვიყვანე, რომ იქიდან გამოვიყვანო და მე აქეთ ბევრი არ ვიარო. შემდეგ ისევ ერთი უჯრა უნდა გადავთვალო და კუთხეში უნდა ამოვიდე, რომ მეორე უჯრა გავაკეთო. აი ეს. აი ასე იკერება ნებისმიერი ფერით. აი სულ ასეა შეკერილი აი ეს ეხლა რაც არის. და აი ეს რაც არის და საერთოდ რასაც შეკერა. ახლა აქედან მე ცერად აი ამ უჯრის კუთხეში დავბრუნდები, იმიტომ რომ მხოლოდ ნაპირებით უნდა დავაკავშირო მე ეს ერთმანეთს. აი აქ ამოვიყვან, ახლა აი აქ ზემოთ კუთხეში დავბრუნდები და გავალ ერთი უჯრით აგერ იქით კუთხეში. აი ამ წერტილიდან თეთრი კუთხე რო არის, იქიდან აიქამდე არის, ეს არის ერთი უჯრა. ამიტომ აუცილებელი ეს ნაჭერი გქონდეს და ამაზე რო შეკერო, ეს ახლა ეს ნაჭერი, ესაც სხვადასხვა იყიდება, არის უფრო მსხვილი თვითონ აი ეს უჯრები, რაც არის ახლა ეს ძაფი, ხო? აი ეს ძაფი არის ჯვარედინად მან. ასეა მოქსოვილი ეს ნაჭერი, ეს ჯვალო. და არის უფრო სხვილიც, არის უფრო თხელიც, ამაზე თხელი არ ვიცი, კიდე თუ არის ამას სჭირდებოდა ახლა ეს თხელი, თუ გჭირდება აი ჟილეტისთვის მაგალითად, უფრო სხვილი მატერია დაგჭირდება აი ასეთი, არის სხვადასხვა სისქის, ასე ვთქვათ. აი ასე იკერება მთლიანად ხევსურული ტანსაცმელიც და ჩანთებიც და საფულებიც, სამაჯურებიც, რამდენიმე გამახსენდა, ყველაფერი ასე იკერება. ისეთი კარგი სამაჯურები მქონდა ჩემი შეკერილი, ხევსურული. მეგობრებს ვჩუქნიდი ხოლმე სტუდენტობის დროს. აი აქ გამოვიყვა. აი ეს არის ერთი უჯრა. სულ ასე უნდა დაყვე, არც დიდი, არც პატარა, არც ზევით წაგივდეს, არც ქვევით. აი ასე, თან აქედან ცერად აქეთ ჩამოხვალ, რომ ამას უნდა კუთხეებით უკავშირდება ერთმანეთს. ვამბობდი, რომ აქ ვერ გავაკეთებთ მეთქი, მაგრამ კი ვისწავლეთ, მე მგონი აქ ხევსურული კერვა. აი ეს ნასწავლი მაქვს მე 5 წლისას ალბათ, მე და ჩემ დას. დედა. პატარები ვიყავით, რამდენ ნემსებს და რამდენ საქსოჩხირებს ვკარგავდით. რო ამოდიოდეს ტყე იქნებოდა ახლა, ნემსების და ჩხირების. აი ეს არის ხევსურული კერვა, ასე უნდა შეკერო ყველა ფერით. ამას დააკავშირება, აი კუთხეებით უკავშირდება აუცილებლად ერთმანეთს. კუთხეებით. აქ ვერ ამოიყვან, თუნდაც სხვა ფერი ამოიყვანო, აუცილებლად აი ამ კუთხეში უნდა დააკავშირო ეს მხარეც და ეს მხარეც. აქედან ახლა შეხედე ასე როგორ სუფთა ნაკერი მოდის მეორე მხრიდან. თუ ზუსტად ისე შეკერავ, აი შეხედე როგორ სუფთად კერავს ახლა ეს. თუ ზუსტად ისე შეკერავ, აი როგორც და ახლა ისი არა, რომ ნუ სად წახვალ სხვაგან, ხო? აუცილებლად ეს ჯვარი უნდა გააკეთო აქ. აქედან, შემდეგ აქედან ასე. და შემდეგ ერთი უჯრით აქეთ გადმოდიხარო, შემდეგი და შემდეგი. ახლა ეს უნდა მოვშალო, ხო, აქედან თორე.
Ერთი სიტყვით, ასე იკერება, მე იმისი ახლა ასე უცებ ვერ გასწავლი და ვერ ისწავლი ასე თავისთავად, რა თქმა უნდა, ამას უნდა ცოტა თუ დააკვირდები კარგად კი თანდათან მე თუ სურვილი გექნებათ, რა ვიცი, ვნახოთ იქნებ და გავაგრძელოთ ესაც ახლა მართლა ყველაფერი ონლაინ წავიდა თუ არა დავკარგეთ ყველაფერი, ხო? მადლობა უფალს ეს ტელეფონი გამოჩნდა რომ რაღაცა გაუზიაროთ ერთმანეთს, თორე მართლა იკარგება ყველაფერი. წეღანაც თქვი ძალიან გამიხარდა რომ ვიღაცამ მოიკითხა ვინმემ და კიდევ ვინმე მოიკითხავს და რაც მეტი ისწავლის და გააკეთებს, მით მეტი გვეცოდინება და მით მეტს გვეცოდინება და მეტად შევინახავთ ჩვენს ძველს საკუთარს და ყველაზე უკეთეს ამის თქმა მინდა რომ საუკეთესო გვაქვს ჩვენ ყველაფერი ჩვენი. თავარია მოვუაროთ და არ დავივიწყოთ და ვაკეთოთ ის. თორო აი სად მივედით უკვე ადრე კიდე ყველა აკეთებდა ამას და სჭირდებოდათ არსებობისთვისაც სჭირდებოდათ, იმიტომ რომ ადრე თვითონ ქსოვდნენ, კერავდნენ, იცვამდნენ, ხო, სხვა რა უნდა გაეკეთათ. ახლა აღარა აუცილებლობა ამისი და სადამდე მივედით უკვე. წინათაობა მიცოდა, აღარ არის წინათაობა. წაიღო, რაც მოვასწარით და რაც შემთხვევით შემოგვრჩა ცოდნა, ის გვაქვს, ხო? ჩვენი თაობა რო წავა, რას ვტოვებთ? ამიტომ რაც შეიძლება მეტმა უნდა ვიცოდეთ და ვაკეთოთ. ერთი სიტყვით რაღაცა ნიუანსი და მომენტი, აი ეს რაღაცა გაჩვენეთ, ასე იკერება და ასე კეთდება და რითი იკერება და რითი კეთდება. ახლა ისაც მინდა გითხრათ. არის აი ასეთი ძაფი. არის კიდევ ახლა აქ აქვს რაღაცები ამონას აი რაღაც აი ასეთი ძაფებითაც იკერება შეხედეთ. აი ეს ძაფები ახლა იყიდება რაღაციდან არის ეს გადმოხვეული რო გითხრათ სიმართლე არც ვიცი რა. აი საყურეები აქვს შეკერილი მაგალითად. ესენი ჩემი გოგოს შეკერილია თვითონ აი ასეთი. ნებისმიერ რამეს გააკეთებთ ახლა ამაზე როცა იცით ხო აი ეს ხევსურული კერვა კარგვა არ არის, ეს არის კერვა ასე ქვია. მე აქ აუცილებლად აი დაამაგრებთ სარჩულს გაუკეთებთ და ეს უკვე ფანტაზია რა თქვენი ის არის რა თქმა უნდა. იმისი თქმა მინდა რომ ყველაფერი ლამაზი შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ხელით. ახლა ეს შეგიძლია სამაჯურად მოკარგო მთლიანად და გაიკეთო და ნუ რა ვიცი, კიდე ბევრი რამე რა ერთი სიტყვით. აი ეს ძაფები ეს არიან ნომრებით, აი ასეთი ძაფი. ახლა ადრე არ ვიცი ახლა რა ქვია ამას. მე მახსოვს მულინების სახელით, ასე მახსოვს. ეს ძაფი იყო პირველ რიგში საქარგავი ძაფი. ამითი იკერებოდა. კერავდით ჩემ დროს რა, ჩემი თაობა უკვე. ახლა ვერ გეტყვით რა ქვია. მგონი ქართულიც არა მულინები, არ ვიცი რას ვამბობ ახლა რო გითხრათ. აი ეს კიდევ ესაც ძალიან კარგია. მაგრამ ისე ეს ჯობია რომ იცოდეთ, აი ეს იკითხეთ, აბა ერთი მულინებს ვიღაცამ დაწერეთ ვინმე კომენტარებშიც რა ქვია მულინებს როგორ უნდა მოიძიოთ და როგორ უნდა ნახოთ. ეს ყველაზე კარგია მგონი. ესაც კარგია. ამით უფრო ვაშიბავებდი მე, აი დასაშიბავებლად ახლა ფშაური წინდები რომ დავაშიბავე, ახლა აქ სხვას არაფერს არ გსვავ, არ ვაკეთებ ის ვიდეო რო ჩავწერე და დავაშიბავე. აი ამითი ძალიან ლამაზი გამოვიდა. ასეთი ძაფით, აი ასეთ რო ნახავთ ამნაირს, ხო? 12 ნომერი აწერია ახლა ამას. ალბათ ამისი ნომერი ალბათ ის რა თქმა უნდა. ამასაც 12, ხო? ერთი სიტყვით ესე იგი ამ ძაფის ნომერი ყოფილა ეს, რაფერისაც გინდა იყიდი, აი ეს 12 ნომერია. დასაშიბავებლად ეს მაგალითად ძალიან კარგად გამომადგა მე. და კერვით არ ვიცი ახლა ამითი ამ ძაფით უკეთ კერავს თამუნა თუ ამ ძაფით უკეთ კერავს არ ვიცი, ეს აქვს ძალიან ბევრი აი ასე გადახვეულები და ყუთებში აგე ასე ჩაწყობილი. მე მგონი ამითი კერავს არ ვიცი, ვერ გეტყვით ზუსტად. კი კერავს ხოლმე, მაგრამ არ დავკვირვები ვარ.
ახლა ნემსები თავისთავად ისეთი ნემსი გინდათ წვრილი რო იყოს, მაგრამ ცოტა დიდი ყუნწი ჰქონდეს. რო ეხლა ეს ძაფი არ არის, ხო, ისა საკერავი წვრილი ძაფი არ არის ჩვეულებრივ, ხო, არის უფრო ცოტა სხვილი და ამიტომ რო ყუნწში ძაფი რო გაატარო, აი დაახლოებით აი ამნაირი უნდა გქონდეს ამნაირი ნემსი, არ ვიცი ჩანს თუ არა. აი დიდი ყუნწი აქვს, მაგრამ ჩვეულებრივ წვრილი ნემსია. დიდი ყუნწი აქვს, რომ აი ეს ძაფი ადვილად გამოიყვანო, რამ სისქეც დაგჭირდება თუ რაც იქნება. ერთი სიტყვით გადავქექე ყველაფერი რაც იყო აგერ და რა ვიცი მგონი წარმოდგენა გექნებათ როგორ და რითი დაიწყოთ მუშაობა. აი ეს ფერები არის ძალიან ბევრნაირი. ახლა შეხედეთ, კი ამბობ რომ მწვანეა. აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ფერი ფერს უხდებოდეს, ფერი ფერთან ლამაზი იყოს, ნათელი იყოს და ფერი უნდა აი თვალს იტაცებს, ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს ფერი ფერთან ბნელი და იმიტომ რომ შეიძლება ერთი ლამაზი ფერი გააკეთო. აი რა ლამაზია ეხლა ეს, ხო? კაი ნათელი ფერია. ამასთან შეიძლება ეხლა სხვა ისეთი ფერი გააკეთო, რომ სულ ჩაკლას ეს, მოკვდეს ფერი. ასეთი რაღაცა, ხო? ამიტომ აი არსებობს ერთ ფერში, არ ვიცი, 90 ტონიო, თუ 30 ტონიო, არ ვიცი, ეხლა არ მახსოვს, ვერ შეგიყვანთ შეცდომაში, ძალიან ბევრი სხვადასხვა, ერთი მწვანეა ყველა, მაგრამ ნახეთ რამდენნაირია. არ ძალიან ბევრნაირი მწვანეა ეხლა. აი უნდა არჩიო, შეახამო ფერი ფერთან, რომ ლამაზი გამოგივიდეს. არის 1000-ნაირი ფერები. და ამიტომ როცა იწყებდა პირველ რიგში უნდა გააკეთო გეგმა რას კერავ, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრნაირია. აი ძალიან ბევრი რაღაცა არის. შემდეგ ფერები უნდა ააწყო ისე რომ ერთმანეთს მოუხდეს ფერი და ფერი ფერმა არ მოკლას, არ დაბნელდეს. შეიძლება იყოს აი აქ მუქი ფერი, შეხედეთ ახლა. ეს მწვანე არის მუქი ფერი, მაგრამ ეს ცისფერი არის ღია და ანათებს. ეს აგურის ფერი მთლად ანათებს ამათ კიდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხატვარი უნდა იყოს. უნდა აწყო ფერები და დახატო, ხო? არ ვიცი კიდე რა გითხრათ ამის შესახებ. ჩემი გოგო, აი გინდა ახლა რა მინდა გითხრა, აი ზუსტად თქვენ რო დაგაკვალიანოთ. იყიდეთ ეს ნაჭერი, საკერავი ნაჭერი, ხევსურული ორნამენტები რაზე შევკერო, ასე იკითხე, ალბათ ძაფების მაღაზიაში მანდაც. აიღე ზომები ქუდის და უნდა შეკერო. აი ეს არის მაგალითად ზომა, ხო? აი ეს არის ზომა. შემდეგ აი ეს თავი ზემოდან ზომა და ეგ არის სულ ახლა არ უნდა არ ძალიან რთული არ არის ეს არ მოგეჩვენოს რომ საშინელებაა და დედა ეს შეუძლებელი არ არსებობს ეს ხო გააკეთა ახლა ხო ჩემმა შვილმა. ასე აკეთებს ბევრი ძალიან ბევრი კიდე სხვა და კიდე გააკეთებს ვიღაცა და უკეთებია ყველას, ხო? რაც ერთ ადამიანს უკეთებია, იმას ყველა გააკეთებს. მე ამას სარჩული აუცილებლად იმ ფერის რა ფერში გადაწყვიტა ახლა მამაკაცისთვის აუცილებელია და ლამაზია აი ასე, ხო? შავი ფერით, შავი სარჩულით, შავზე მოკარგა, გადასარევად. ჟილეტი კიდე როგორ მინდა გითხრა, თუ გეხერხება კერვა შენ თვითონ ჯერ გამოჭერი, ეს ნაჭერი იყიდე. ჯერ გამოჭერი და დაბლანდე და გაამზადე ჟილეტი ზუსტად ზომებში, თუ არა მიუტანე მკერავს, არც ეგ არის რთული, მიიტანე მკერავთან და გამოაჭრევინე ზომებში ის ჟილეტი და დაბლანდე, არ შეკერო, დაბლანდე. ნაპირები შემოკეცე და ყველაფერი. მერე დაიწყე კერვა. რას დაუშვათ ეს არის? ეს წინა მხარეა, ხო? დაუშვათ კისერზე, აი ასე ჟილეტი მოაყოლე, ხო უნდა შეკერო, ხო? აი ასე ეს წინა კალთა ჩამოყვე, ასე რასაც აირჩევ, რა ორნამენტს გააკეთებ, სულ პატარა და უბრალოდ რო ამოკერო და აყვე მთლიანად და შეკერო ადვილი ვამბობ.
ძალიან ადვილი ორნამენტებით. ისაც კი ძალიან ლამაზი გამოგივა და რაც მთავარია თქვენი ნამუშევარი იქნება და საჩუქარი ეს იქნება რაღაცა უმაღლესი, რაღაცა ძალიან ძვირფასი. შეგიძლია მერე ცოტა ის მხრებთანაც შეკერო კალთაზე ქვემოდან აი ასე ირგვლივ წელიდან ქვემოთ იმ ჟილეტს ასე შემოაკერო, ესაც შემოქარგო, ასე ვთქვათ, შემდეგ სარჩული ამ კერვას რომ მორჩები გარედან იმ დაბლანდულ და არაშეკერილ ჟილეტზე, შემდეგ ისევ მიიტანე მკერავთან, ის სარჩულს დაურთას და შეგიკერავს გადასარევად და ჟილეტი გამოგივა უკლავებო, ასე ვთქვათ, ახლა ჟილეტი არა ქართული და არ ვიცი ქართულად რა ქვია. ძალიან ცუდია რომ ვამბობ, არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი როგორ თქვა. ჟილეტი ეწერა იქ და ვიმეორებ მეც ამ ჟილეტს. უკლავებო კოსტუმი, არ ვიცი რა ქვია. ერთი სიტყვით, მაპატიეთ. და გამოგივათ ძალიან კარგი ჩასაცმელი. და ქუდიც, ოღონდ ქუდი აუცილებლად შავზე, მამაკაცისთვის შავზე, აი ასე. ძალიან უფრო შეგიძლიათ ახლა როგორც დამწყები მე ამას ვამახვილებ უფრო ყურადღებას და მინდა რომ ძალიან გააკეთოთ, ერთს რომ გააკეთებთ, მე უკვე თავისით მოდის და მოდის სურვილიც და ხელიც უფრო ეჩვევა. აი შეგიძლიათ ახლა სულ კვადრატი გააკეთოთ, აი რა პატარა რაღაცები აქვს და ეს კი უნდა გააერთიანოს ახლა აქ ხო გადააბას, მაგრამ შეგიძლიათ სულ ადვილი პატარა რაღაცებიც გააკეთოთ. დამწყებისთვის ძალიან მსუბუქად რო შეკეროთ, ისაც კი ძალიან კარგი გამოგივათ აუცილებლად და გამოგივათ დარწმუნებული ვარ. აი სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა ეს ახლა ერთ თქმაზე და ერთ ვიდეოში, რაც შეიძლება ჩავატიოთ და თუ გაგიჩნდებათ ახლა სურვილი მაინც და იტყვით რომ მოდი ვისწავლოთ კერვა, ალბათ რა ვიცი. შეიძლება ესაც დავიწყოთ, რა ვიცი, აბა ძალიან მინდა რომ ყველაფერი ქართული და კარგი იცოდეთ და თქვენ თვითონ აკეთებდეთ, ვისაც შეგიძლიათ და გააქვთ სურვილი რომ აკეთებდეთ. წარმატებები ყველას და კარგად ბრძანდებოდეთ.